გამშვიდობის სამეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველანი კარგად გრძნობთ თავს. დავიწყოთ ჩვენი დღევანდელი გაშლა და გავიგოთ თქვენი პიროვნება თუ მოგილოცავთ სიყვარულის დღეს. საინტერესოა. აი ახლა 14 თებერვალს ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი, თქვით მისი სახელი და გვარი გულში და გავიგოთ ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ თუ მოგილოცავს სიყვარულის დღეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. Wow. მეგობრებო, პირველ რიგში ზოგადად ფონს ვიტყვი, რომ არ ვიცი ვის რა ურთიერთობა გაქვთ ახლა ამ პიროვნებასთან. ვიღაცასთან შეიძლება მეუღლეც არის, ვისთანაც ესე არ არის, ეს ადამიანი ფიქრობს ყოველ შემთხვევაში თქვენთან ურთიერთობის იცით როგორ პასუხისმგებლობა რომ აიღოს ამ ურთიერთობაზე და ამ ყველაფერს ასე ვიტყვი იმასაც რომ წინა ფონი არის ისეთი რაღაცა შეიძლება დაბლოკილები ხართ ან იყავით ერთმანეთისგან და ახლა რაღაცა მცირე კომუნიკაცია გაქვთ ან დაიწყეთ უკვე რაღაცა თავიდან, იმიტომ რომ ეს ძალიან თუ ჯერ არ დასრულებულა თქვენ შორის აი ესეთი დისტანცია და უკონტაქტობა ძალიან მალე დასრულდება და ეს ადამიანი რაღაცა ისეთი დიდი პასუხისმგებლობებით მოვა და შეიძლება ზუსტად ამ დღეს მოხდეს ეს ყველაფერი. მოგილოცავთ თუ არა სიყვარულის დღეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. კი მეგობრებო, პირველი ამოვიდა მზის არკანი და ეგრევე მაჩვენეტა რომ აუცილებლად იქნება ეს მომენტი და სხვათა შორის აი წეღან რაც გავაჟღერე, თუ ვიღაცებს გაქვთ ისეთი უკონტაქტო ურთიერთობა ამ პიროვნებასთან, საკმაოდ დასტაბილურდება თქვენ შორის, ჰარმონია დაისადგურებს თქვენ შორის, ასე ვთქვათ და თქვენ უბრალოდ როგორ ცოტა სხვადასხვა ენერგიებში კი იმყოფებით, მაგრამ ეს ადამიანი მაინც თქვენ აღგიქვალს თავის მეწყვილედ. ეს ადამიანი საკმაოდ ისეთი ტიპაჟია, უფრო ან შეიძლება მანამდე არ იყო და ახლა მოდის უკვე აი ამ შემოთავაზებით, რომ იყოს უფრო სტაბილური თქვენს ცხოვრებაში და მოიტანოს ჰარმონია და სიმშვიდე თქვენთვის. ეს ადამიანი საკმაოდ ისეთი მყარი პიროვნებაა, თავისი შემოსავლებით, ლიდერია, შეიძლება რაღაცას მართავს, აი ესეთი ტიპაჟია, შეიძლება ბიზნესმენიც არის აქ ისეთი მეფე ყავს, უყურეთ როგორი თანამედროვე და რაღაცა დიდ თანხებთან აქვს კავშირი ამ პიროვნებას და თქვენ სხვათა შორის თქვენ უმრავლესობა შეიძლება იყოთ საკმაოდ წინა ურთიერთობიდან ნასწავლი გაკვეთილებით მოსული. აი ესე ვიტყვი, ან ვიღაცას შეიძლება უბრალოდ შეყვარებული, ვიღაცას ოჯახი ყავდა და აღარ ყავს ახლა და ამ ურთიერთობამ ძალიან ამ წინა ურთიერთობამ ძალიან ბევრი რამ გასწავლოთ. და თქვენ ეს ადამიანი აღგიქვალთ აი ძალიან ისეთ ბრძენ და ჩამოყალიბებულ და აი გონებით რომ მოქმედებს ისეთ ქალად. ხო, კარგი, მოდი გავაგრძელოთ. აი ამ მოლოცვის შემდეგ რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენს შორის, როდესაც ეს პიროვნება მოგილოცავთ სიყვარულის დღეს, რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება თქვენს შორის. რა საინტერესოა, აი არ ვიცი. მოკლედ, თქვენ შორის საკმაოდ ისეთი დიდი მიჯეჭვულობაა ორივესთან, ანუ ორივეს გაქვთ ეს მომენტი და რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება, ანუ აქ საკმაოდ გამოხვალთ რაღაცა მარტოობიდან და
აი ახლა თუ იმყოფებოდით ესე მარტო ერთმანეთისგან შორს, საკმაოდ გაიზარდეთ რაღაცნაირად სულიერად და ეს ადამიანი რომ გამოვა კონტაქტზე, უყურეთ, კი, სტაბილურობით და კი ისე მოდის ეს პიროვნება, მაგრამ მერე თითქოს რაღაცნაირად ეხა თუ თქვენ ხართ ცივად, აი მერე მისის გამოჩენა თქვენ უფრო მეტად გაგააქტიურებთ, უფრო მეტად რაღაცა ესეთი აქტიური იქნებით ამ ურთიერთობაში და ეს ადამიანი უფრო მეტად არ ვიცახი რომ უკან დაიხევს ან რაღაც, მაგრამ უფრო მეტად გონებას მიმართავს და უფრო ესეთი მეტად ფიქრებში და უფრო თითქოს გაწელავს ამ ურთიერთობას, რაღაცა დროში გაწელილი იქნება ეს ურთიერთობა, აი რაღაც პოზიციებს შეცვლით თითქოს. კარგი. მოდი ვიკითხოთ. როგორ მოგილოცავთ აი ამ სიყვარულის დღეს, რომ მისი ეს მოლოცვა თქვენზე ასე იმოქმედებს, ხო? მოდი გავიგოთ. რას გეტყვით, ან რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება, ასეც რომ თქვენ აი ასეთი ქალი, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ძალიან დაბრძენებულია, თქვენზე იმოქმედებს და ანუ პირიქით თქვენ ისე გაგიხარდებათ მისი ეს მოლოცვა, რომ უფრო გააქტიურდებით ამ ურთიერთობაში. რას იზავს ეს ადამიანი, როგორ მოგილოცავთ აი ამ სიყვარულის დღეს? რას გააკეთებს, ან რას გეტყვით, ასეც, ხო? მეგობრებო, აი აქ პირდაპირ პენტაკლების ტუზი ამოვიდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მართლაც რაღაცა საჩუქრით შეიძლება მოვიდეს ეს პიროვნება, ძალიან ისეთი დიდი საჩუქრით, სხვათა შორის და ძვირფასი იქნება თქვენთვის ეს საჩუქარი, ან შეიძლება იცის რაც გაგიხარდებათ და ზუსტად ის გაჩუქოთ ამ ადამიანმა, ან არის მეორე ვარიანტი, რომ მოდის ძალიან დიდი შემოთავაზებით, რაღაცა დიდი სტაბილურობით და ეს შემოთავაზება თქვენთვის იქნება მართლაც ძალიან ისეთი მისგან შეიძლება არ ელოდებით და მისგან იქნება ძალიან დიდი და ისეთი მყარი შემოთავაზება. აი თითქოს იტყვით, რომ რაღაცა ღმერთმა გადმოხედაო და საკმაოდ მოულოდნელი იქნება ეს თქვენთვის. სხვათა შორის, აი წაგანაც წინასწარ გითხარით, რომ არ ელოდებით რაღაცნაირად ამ მისგან ამ საქციელს. კარგი, უფრო მეტად ჩავშალოთ და გავიგოთ, რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება სიყვარულის დღეს, როგორ მოგილოცავთ. ხო, ვიტყვი, რომ ჯერ იმას გავაჟღერებ, რომ ეს პიროვნება საკმაოდ ისეთ დეპრესიულად გრძნობს თავს, არ ვიცი, ვიღაცები თუ სვავენ, ზოგადად უყვართ დალევა, ძალიან მიეძალა ამ სასმელს შეიძლება, დარდებს ახშობს ამ თავის ტკივილებს ახშობს სასმელში და რას მოიმოქმედებს, უყურეთ, მოიმოქმედებს იმას, რომ აი აბსოლუტურად მისი ეს მოლოცვა თავისი მხრიდან და თქვენი მხრიდანაც გაანულებს თქვენს აი ამ დაძაბულობას, აი ამ რაღაც დეპრესიულ პერიოდს. აი ესა კომუნიკაცია შედგება ისეთი თქვენ შორის, რომ აი ეს ყველაფერი ძალიან აგავსებთ. აი უყურეთ, შეიძლება თქვენც არ გრძნობთ თავს კარგად რეალურად, მარტო ის არა. და აი ამ ხუთიანი თასების მდგომარეობიდან, რომელიც არის ერთ სიტყვით რომ ვთქვა დეპრესიის არკანი და საკმაოდ ისეთი ემოციური მდგომარეობის, ნეგატიური ემოციების არკანი, გადადიხართ პირდაპირ ისეთ სისავსის მდგომარეობაში, როგორც არის ცხრიანის პენტაკლები, თავს იგრძნობთ ძალიან შევსებულად. აი ამ სიტუაციაში ეს სიტყვა შეეფერება ზუსტად. აი ამ დაცარიელებული და განადგურებული მდგომარეობიდან თქვენი ეს კომუნიკაცია ორივეს აგავსებთ, რაღაცნაირად გაგამდიდრებთ შინაგანად, იმიტომ რომ აქ იცი რა იგრძნობა, მეგობრებო, უფრო თქვენ ორ შორის კავშირი როგორია, აი საჭიროება, თითქოს ერთმანეთის საჭიროებას გრძნობთ
და როდესაც ერთმანეთი არ გყავთ, აი ეს რაღაც ემოციები გიტევთ. შეიძლება ერთმანეთთან როდესაც ხართ, დიდეთ არ გამოხატავთ ასე ემოციებს, მაგრამ ერთმანეთის გარეშე უკვე გრძნობთ, რომ აი წინა პლანზე მოდის აი ეს თქვენი ემოციები. მაგრამ რეალურად არის ერთმანეთის საჭიროებას გრძნობთ ძალიან. ელემენტარული კომუნიკაციაც კი თქვენ ორს აი უდიდესი ენერგიებით და ცხოვრების ხალისით გავსებთ. როგორ მოგილოცავთ ეს პიროვნება და ასევე მოგილოცავთ იმით, რომ იგრძნობთ, რომ აი ამ ურთიერთობისთვის ეს ადამიანი რაღაცას აკეთებს, რაღაცას არა, საკმაოდ ბევრი რაღაცის კეთებას დაიწყებს ეს პიროვნება და პირველ რიგში იქნება ის, რომ იქნება თქვენ შორის კომუნიკაცია აუცილებლად. კიდევ რას მოიმოქმედებს ეს პიროვნება? როგორ მოგილოცავთ სიყვარულის დღეს, თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ხო, მეგობრებო. აი, აქ ახლა როგორი სიტუაცია, ვიღაცასთან რეზონირდება, როგორ იცით, თუ ეს ადამიანი თქვენგან წავიდა, ეს მამაკაცი თქვენგან წავიდა ვიღაცა არ ვიცი კონკრეტულად პარტნიორს, მაგრამ ვიღაცასთან პარტნიორი, ვიღაცასთან მშობელი და ასე შემდეგ, მოგეთ, ვიღაცა მესამე პირის გამო, თუ თქვენგან ამის გამო წავიდა და ესე დაგტოვოთ მარტო, თითქოს აი უცებ ესე აფეთქდა და მოულოდნელი იყო თქვენი თქვენგან წასვლა, იცოდეთ, რომ ამ ადამიანს იქ ვერ ვიტყვით სულად გრძნობდა თავს, მაგრამ როგორც თქვენთან არის აი ეს რაღაცა სავსეთ, იქ თითქოს ესე არა, უყურე, იქ არის როგორ იცით, რომ როგორი სიტუაცია აქვს, მარტო მე, აი ესეთი, ჩვენ არა. და თქვენი სიტუაცია არის ზუსტად ჩვენ. უყურე, თქვენთან არის მოისაზრებით ორივე და იქ მხოლოდ ან მარტო თვითონ, ან მარტო ის პიროვნება, ვისთანაც იყო. ამიტომ მოდის ზუსტად ეს რაღაც ეტყობა ანალიზი გააკეთა ამ პიროვნებამ და ესეთი დასკვნა გამოიტანა, რომ არჩევანი გააკეთა მოკლედ ამ პიროვნებამ და თქვენთან გეგმავს რაღაცა ახალს, აი რაღაცას აპროექტებს ახლა აი ასე ვთქვათ და გეგმავს როგორ მოიქცეს თქვენთან. ხო, კიდევ რა სიახლით მოდის და როგორ მოგილოცავთ სიყვარულის დღეს თქვენი ჩაფიქრებული პიროვნება. ვიღაცებთან რეზონირდება, აი იცით როგორ ძალიან ბევრს ფიქრობს, ძალიან ბევრ ფიქრებში ეს პიროვნება და რაღაცა ილუზიებში გადადის თითქოს აი ამდენი ფიქრით. ან იცით როგორი მომენტი აქვს კიდე, რომ საკმაოდ ისეთი შეიძლება თავდაჯერებულია ზედმეტად და გონია რომ ბევრი არჩევანი აქვს მას ცხოვრებაში. თქვენ მისთვის უდაოდ მნიშვნელოვანი ხართ და მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა გაქვთ, მაგრამ ფიქრობს, რომ აი ისიც როა, ესეც როა, აი ხო ხვდებით რაღაც ესეთი კაცების ტიპაჟი არის ეს პიროვნება და შინაგანად არ არის ან არ იყო გამყარებული თქვენთან მიმართებაში და მოდის ზუსტად აი ამით, რომ აი ეს რაღაცა დაბნეულობა და ეს შანსების არ გამოყენება და ეს რაღაცა პაჟური ქმედებები მისი მხრიდან მხოლოდ რაღაცა ეს ემოციები სრულდება და იგრძნობთ თქვენს, რომ თქვენ გაქვთ მასზე ძალიან დიდი ზეგავლენა. კიდევ რითი რაც შემოგთავაზებთ ეს პიროვნება. ვინც თქვენ ჩაიფიქრეთ. ხო, ეს ვიღაცებთან რეზონირდება ისიც, რომ მართლაც რაღაცა დაპატიჟება, უყურეთ როგორი არკანი ესა თასების რაინდი აქვს ამ დასტაში. საკმაოდ ისეთი რომანტიული საღამო შეიძლება დაიგეგმოს თქვენთვის
აი წეგანაც ხომ გავაჟღერე რომ რაღაცებს გეგმავს ეს პიროვნება, რადგან თქვენ მისთვის აი დღემდე ხართ ისეთი სტაბილური ქალბატონი, ქალი, იცით როგორი ქალი, რომ ყურეთ პენტაკლების დედოფალი არის ძალიან კმაყოფილი თავისი თავით, თუ რაღაცით არ არის კმაყოფილი, იმაზე აუცილებლად მუშაობს და ანვითარებს. ქალი, შეიძლება თქვენ შვილიც გყავთ, ან შვილები, ოჯახის ქალი უფრო მეტად, ქალი, რომელსაც საკუთარი შემოსავალი აქვს, თავის თავზეც ზრუნავს, ძალიან კარგად მოსწონს თქვენი ჩაცმულობის სტილი, ძალიან დახვეწილი ხართ მისთვის და ასევე ვიტყოდი, რომ მოსწონს თქვენი ხმა, აი ხმის ტემბრი ძალიან და ზუსტად აი შემოთავაზება ექნება აი ესეთი ქალისთვის. ხო, ასევე გავაჟღერებ იმასაც, რომ ეს პიროვნება, სანამ თქვენ ამ ყველაფერს შემოგთავაზებთ ან დაგპატიჟებთ ან რაღაც, აი თავის თავთან ძალიან ბევრს კამათობს. აი არ ვიცი რა პრობლემა აქვს ამ ადამიანს, აი არ ვიცი, სულ რაღაცა ისეთი თითქოს თავის თავს ეკამათება რაღაცებში, რომ ხვდება თითქოს ეს ადამიანი რაღაცებში არასწორია და თავის თავს მოუწოდებს, რომ აი სწორად მოიქცეს. იცის როგორ უნდა მოიქცეს სწორად და თითქოს თავისი რეალური ქმედებები რაღაცა უკან ხევს, რეალური, აი ისეთი ყველას გვაქვს ხო რაღაცა ნეგატიური და არასწორი ხასიათში ქმედებებში, ხო? და აი ეს თავისი რაც აქვს არასწორი ხასიათში ქმედებებში, ეს ძალიან უკან ხევს თქვენთან და აი ამის გამო ძალიან ებრძვის საკუთარ თავს და იცით როგორ არის კიდევ, აი სულ რაღაცებს გეგმავს, აი ძალიან დიდ დაგეგმარებაშია ეს პიროვნება, აი ამ დღესთან დაკავშირებით და აუცილებლად გექნებათ ვიღაცებს ამ ადამიანთან შეხვედრა. დაგპატიჟებთ, აი აქაც როგორ ისეთი რომანტიულ საღამოს შეგიქმნით ვიღაცას, ყვავილებს მოგართმევთ, საჩუქარს, წეღანაც დავიწყიმით, რომ საჩუქარი ვიღაცისთვის იქნება ძალიან ისეთი ძვირფასი, იცის რაც გაგიხარდებათ და ამას აუცილებლად გაჩუქებთ. ეს პიროვნება. ძალიან კარგი მე მგონი, რაც ვისაუბრე, ყველაფერი ძალიან დადებითი პროგნოზი იყო და დაველოდოთ ამ დღეს. მეც მაინტერესებს იცი, როგორ ჩაივლის ჩემთვის. ყველას სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ, მეგობრებო, იმიტომ რომ ყველა სათითაოდ, ყველა ჩვენგანი და ყველა ადამიანი იმსახურებს სიყვარულით ცხოვრებას და არავინ თქვას ის, რომ არა მე არ მჭირდება ეს. ყველა სჭირდება, მეგობრებო, და ვინც ამას იძახის, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრს დაკარგავს ცხოვრებაში. ასე რომ უნდა გჭირდებოდეთ საყვარელი ადამიანი, რა თქმა უნდა, ისეთი ჯანსაღი პიროვნება, ვინც არ გტანჯავთ და ნერვებს არ გითხრით და სიცოცხლეს არ გიმწარებთ. უნდა გყავდეთ ისეთი პიროვნება, ვინც ცდილობს მაინც რომ გაგაბედნიეროთ და თქვენც ასევე ცდილობთ იგივეს. დაგემშვიდობებით ახლა დროებით. შვიდ ღამეს გისურვებთ.